თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 15 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ერთ-ერთი დაკავებული კონსტანტინე კოკაია პროკურატურას სიტყვიერად დაუპირისპირდა. ის დაინტერესდა სახელმწიფო ბრალდება რატომ მალავს კადრებს, სადაც ჩანს სპეცრაზმელები, რა მანძილიდან ცდილობენ მის დაზიანებას და როგორ იყენებენ წიწაკის სპრეის. როგორც კოკაიამ თქვა 2 თვის მანძილზე ამის გამო მხედველობის პრობლემები ჰქონდა, ციხეში კი მისთვის სათვალეც არ შეადანინეს. ამის შემდეგ მან პროცესზე ასევე თქვა, რომ გულის პრობლემები აქვს. აუდიო ჩანაწერი სხდომიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება. ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალაბას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჭყენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჟანდრე თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ჯგუფურად ჩადენილ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას ედავებიან. მათ ასევე ბრალდება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლითაც აქვთ წარდგენილი. ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.